პარტია ძლიერი საქართველოს ლელოს ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელსაც ბრალდების მხარე ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება, პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მზია გარშაულაშვილმა მიიღო. ელისაშვილის საქმეზე საგამოძიებო ვადა გახანგრძლივდა, რის გამოც დღევანდელ სხდომაზე პოლიტიკოსის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა და ძალაში დარჩა. პროცესზე ბრალდების მხარე ალეკო ელისაშვილის კვლავ პატიმრობაში დარჩენას ითხოვდა. პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განმარტებით საქმეზე ახალი გარემოება არ გამოკვეთილა, რაც მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი გახდებოდა. დაცვის მხარე ბრალდების პოზიციას არ დაეთანხმა. ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას შუამდგომლობდნენ. ისინი არ ეთანხმებიან მუხლის კვალიფიკაციას. ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის განმარტებით ელისაშვილმა შუშა ჩაამტვრია, რომლის ღირებულებაც 100 ლარს შეადგენს და ახლა პროკურატურა ამის ტერაქტის მცდელობად წარმოჩენას ცდილობს. სანამ გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, მოსამართლე ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიტიკოსმა მას სახის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. ალეკო ელისაშვილმა ციხეში არსებულ მძიმე სიტუაციაზეც ისაუბრა და სუსის უფროსი მამუკა მდინარაძე პირად ანგარიშწორებაში დაადანაშაულა. აუდიო ჩანაწერი სოციალურ ქსელში ვრცელდება. თან დავალება მიიღო ციხის ადმინისტრაციამ, რომ კიდევ უფრო მკაცრ პირობებში ყოფილიყო. და გეტყვით რა არის მკაცრი პირობები? იქ არის პატიმრის ბარათი, და იმ პატიმრის ბარათს ვიღებ, შემდეგ აი მაღაზია. სადაც გახუფლება ნებისმიერ ნივთიერებაზე, რაც არის პრეისკურანტში ჩამოწერილი. მეც მაქვს როგორც ყველა პატიმარს უფლება, რომ იქ ვიყიდო ხოლმე. არის კიდევ რახან კაცრი ციხეა დამატებითი ასეთი პოზიცია, რომ არის ნივთები, რომელიც რახან კაცრი ციხეა და კაცრი კონტინგენტია იქ განთავსებული, ზოგი უადო პატიმარია და ასე შემდეგ, ან დაზიანება არ მიაყენოს, ბადრაგის თანამშრომლოს ან თვითდაზიანება არ მიაყენოს, არის ნაწილი ნივთების, რომლის საკანში ქონაც არ შეიძლება. მაგალითად საპარსი, სარკე და ასე შემდეგ. ეს მესმის, მაგრამ ერთი თვის განმავლობაში არ მაძლევდნენ საშუალებას, რომ ჩხილების საკვნეთი მერიდან. ბოდიში ამ ნაწილზე იმისთვის. პლასმასის ტაშტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ნივთი საკანში, პატიმრისთვის. და მაგ უფლება აბსოლუტურად. ერთი თვე პლასმასის ტაშტის ხიდვის უფლებას არ მაძლევდნენ. ყველანაირი უბრალოდ ამის დანარჩენი უფლებები არ მაქვს. სხვა ნივთებიც არის, ჩემო ბატონო. ხომ მეცად ის დარღვევა, ანუ ერთი ჩემი და მოცემო დავამთავრებ ერთ კონტექსტში. შესაბამისად, დაინტერესდით. ერთი წამით, ერთი თვე რო არ მქონდა, მაგაზე არ დაინტერესდით. ძალიან მეცინება იმ ტაშტებზე და იმ ტაშტს აუცილებლად როგორც ნახმას მამუკა მდინარაძეს აუცილებლად გავუგზავნე გავარკვევ დაბადების პერიოდისას. ანუ კიდევ უფრო მკაცრ პირობებში ვარ, იმის თმა მინდა, მაგრამ თქვენ ეს არ აღარდეთ. მოგვიანებით ელისაშვილის განცხადება სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა და პოლიტიკოსის ნათქვამს სიცრუე უწოდა. განცხადების თანახმად ალეკო ელისაშვილი მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და შეუფერხებლად სარგებლობს მისთვის მინიჭებული ყველა უფლებით. პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ ყველა ბრალდებული თუ მსჯავრდებული, მათ შორის ალეკო ელისაშვილი, უზრუნველყოფილია შესაძლებლობით დაიცვას პირადი ჰიგიენა, პატივისა და ღირსების შეულახავად. ალეკო ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს. ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ პოლიტიკოსმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვას სცადა. გელაძის უწყების განცხადებით, შენიღბულმა ელისაშვილმა კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამსხვრია. სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცეში შეაღწია, პერიმეტრზე ბენზინი დაასხა და ამის შემდეგ შენობის დაწვას სცადა. თავდაპირველად გამოძიება ელისაშვილის წინააღმდეგ ნივთის დაზიანება განადგურების მცდელობის მუხლით მიმდინარეობდა, რაც 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა 30 ნოემბერს პროკურატურამ ელისაშვილს ბრალი ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე წარუდგინა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ალეკო ელისაშვილს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.